ქართული ოცნებისთვის როგორც ჩანს ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს დაბალი 2%-იანი ბარიერი და ამ ყველაფრის დადასტურებაა ის, რომ ქართულმა ოცნებამ სამჯერ დადო პირობა, რომ ბარიერს 2%-ამდე დაწევდა, თუმცა სამჯერვე საკუთარი პირობა დაარღვია. მთავარი რისკი კი არის ის, რომ გადაულახავი პარტიების ხმები, რომლებიც მანდატებში ვერ აისახება, ამ ხმებს შემდეგ უკვე ქართული ოცნება გამოიყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას ძალაუფლების შენარჩუნება იმ მანდატების ხარჯზე სურს, რომელიც მას საერთოდ არ ეკუთვნის. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ამ მრჩეველი, რომელიც მივა არჩევნებზე და ოპოზიციურ პარტიას დაუჭერს მხარს, თუ ეს პარტია ბარიერს ვერ გადალახავს, მაშინ ოპოზიციური ხმაც კი ქართული ოცნების სასარგებლოდ შეიძლება იყოს გამოყენებული. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქართული ოცნების მხარდაჭერა ზოგადად საზოგადოებრივი ისტორიულ მინიმუმზე არის და ამიტომაც ეშინია ახლა ქართულ ოცნებას დაბალი ბარიერის და ამიტომაც ცდილობს, რომ 24 წლის არჩევნები იყოს 5%-იანი ბარიერით იმისთვის, რათა გადაულახავი პარტიების ხმებით შეძლოს ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში დარჩენა. რა თქმა უნდა, ქართული ოცნება დაარღვევს პირობას, მას ყველა პირობა ყოველთვის აქვს დარღვეული და არც ერთი არასოდეს არ აქვს შესრულებული. რაც შეეხება უშუალოდ ბარიერს, მე ვფიქრობ, ეს არის დემოკრატიული ინკლუზიის საკითხი და ამ პრიზმაში შეიძლება იყოს საინტერესო როგორც საკითხი, მაგრამ კონკრეტულად ჩემი პოლიტიკური პარტიისთვის, პოლიტიკური თვალსაზრისით ეს არ არის და ვერ იქნება ვერავითარი წინააღმობა, იმიტომ ჩვენ ნებისმიერი ბარიერის პირობებში ვაპირებთ, რომ გავისტუმროთ ისტორიის სანაგვეზე რუსეთის მსახური ხელისუფლება. არ გვაინტერესებს საერთოდ ეს ბარიერის თემა. 5% კი არა, 7%-ზე აწიეთ ბატონებო და ქალბატონებო, მაინც მოვიგებთ, მაინც დამარცხდებით. ოპოზიციურ პარტიებს აქვთ გეგმა, როგორ გადააზღვიონ ის ფაქტი, რომ თქვათ ხმები არ დაიკარგოს და ვინმე ბარიერს მიღმა არ დაჩეს. ამ სიურპრიზებსაც მალე მოგაწვდიან პატივცემულო ხელისუფლება. ხომ გეუბნებოდით, მეგობრებო, ჩვენ რამოდენიმე დღეა ვამბობთ ამას. დღეს გავიგეთ, რომ გამოქვეყნდება ქართული ოცნების ჯიბის ფილიალის გორბის პოლიტიკური კვლევა ისტორიულ მინიმუმზეა გორბის კვლევაში, მათ შორის როგორც ნაცების, ასევე ოცნების რეიტინგი და ესე ხა მოდელირებული რეალობით დაყალბებული კვლევებით ერთმანეთს უდასტურებენ რეიტინგებს. მაღალი ბარიერის შემთხვევაში, თუ მარტო ნაციონალურ მოძრაობა და ქართული ოცნება იქნებიან პარლამენტში, წარმოიდგინეთ იქ რა ძალკა და თავგობანა იქნება, ხო? პროფესორად კატა ძაღლივით იქნებიან ერთმანეთთან ეს ორი პარტია. მეტი აფერზე არ იქნება სალაპარაკო. შესაბამისად, ბარიერი ქვეყანას ჭირდება. ქვეყნისთვის არის უკეთესი, რომ ნებისმიერი ამორჩევლის გემოვნების წარმომადგენელი იყოს პარლამენტში. თქმა უნდა, ქართული ოცნება ესე ღიად მე რამდენად გადადის თავის სიტყვას, არ აპირებს ბარიერის დაწევას, მაგრამ კი ბატონო, ახლა მე მათთვის ხო ეწინამოდა არას რომ არ იქა ბარიერი დაწიეთ თქო, მე პირად არ ვაპირებ და პირიქით ჩვენი პარტიის გეგმაა, რომ 5% არ იყოს ჩვენთვის პრობლემა. ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს 5%-იანი ბარიერის არსებობა არანაირ პრობლემას არ უქმნის და ისინი მზად არიან, რომ ბუნებრივია უფრო მეტი ამომრჩევლის მხარდაჭერა მოიპოვონ არჩევნებზე, თუმცა ოპოზიცია იმასაც ამბობს, რითი შეიძლება დააზღვიონ ის მოცემულობა, რომ ქართული ოცნება წაიღებს გადაულახავი პარტიების ხმებს. ამიტომაც ახლა საინტერესო არის, რა გეგმა ექნება ოპოზიციას და როგორი კონფიგურაციით წარდგებიან ისინი 2024 წლის გადამწყვეტ არჩევნებზე.